როგორც მოგახსენეთ, არსებობს ქართული წელთაღრიცხვა, რომელიც იწყება 540 წელს ძველი წელთაღრიცხვით. ესე იგი, გაისად შესრულდება ქართული წელთაღრიცხვის 2550 წელი. მარტივი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ. კაცობრიობის წარსულმა უფრო ძველი წელთაღრიცხვა არ იცის. წელთაღრიცხვა კალენდრის შემოღების გარეშე შეუძლებელია. საქმე ის არის, რომ ქართველებმა უძველეს ხანაში შექმნეს სწორუპოვარი თვარისა და მზის კალენდარი. ესე იგი, მოახდინეს თქვათ, მაგალითად ძველმა ცივილიზაციამ, ეგვიპტურმა დასავლურმა ცივილიზაციამ მზის წელიწადი იცოდა, ხოლო აღმოსავლურმა ბაბილონურმა ცივილიზაციამ თვარის კალენდარი. ერთგვარი შეუთანხმლობა იყო და აი ეს ქართულ ქურუმთა წყალობით მოხდა სინთეზი ეგვიპტური მზის კალენდრისა და ბაბილონური მთვარის კალენდრისა. მაგრამ ეგვიპტური მზის კალენდარი მოძრავი წელიწადის კალენდარი იყო. ესე იგი, ეგვიპტური მზის კალენდარი წელიწადში ანგარიშობდა 365 დღეს. ესე იგი, თითქმის 6 საათის შეცდომას უშვებდა. ესე იგი, ეს კალენდარი ფაქტიურად მოძრავი მზის კალენდარია და ქართველებმა ამ მოძრავი მზის კალენდრის სამაგიეროდ შემოიღეს მზის უძრავი კალენდარი. ქართული მზის უძრავი კალენდარით წელიწადის ხანგრძლივობა არის 365 დღე-ღამე, 5 საათი, 48 წუთი და 46 წამი. ასეთი ზუსტი წელიწადის, ასეთი ზუსტი ხანგრძლივობა არც ერთმა სხვა კალენდარმა არ იცის. ამგვარად ქართული მზის უძრავი წელიწადის კალენდარი უზუსტესია და წამის სიზუსტით ანგარიშობს წელიწადის ხანგრძლივობას. აი ეს ქართული მზის კალენდარი შეთანხმებული იქნა ბაბილონურ მთვარის კალენდართან, ეგრეთ წოდებული ბაბილონური 8 წლიანი ჟამეული მიესადაგა მზის უძრავი წელიწადის კალენდარს. ესე იგი, სინთეზი მზისა და მთვარის კალენდრისა მოხდა საქართველოში. საქართველოში განხორციელდა დასავლური ეგვიპტური და აღმოსავლური ბაბილონური კალენდრების სინთეზი და თანაც გაცილებით ზუსტი. აი სწორედ ეს ამბავი მზის უძრავი წელიწადის შემოღების ამბავი დადასტურდა ქართულ წელთაღრიცხვაში. ესე იგი, ქართული წელთაღრიცხვა, რომელიც 2550 წელს დაიწყო, აგებულია მზის უძრავი კალენდრის საფუძველზე და ბაბილონური მთვარის 8 წლიანი კალენდრის საფუძველზე. საიდან ვიცით ჩვენ ეს კალენდარი, რომლითაც სარგებლობს ქართული წელთაღრიცხვა? ეს ძველი
უძველესი, ესე იგი, მზისა და მთვარის კალენდარი დადასტურებულია ქართულ ანბანში. ესე იგი, ქართული ასომთავრული ანბანი არის ერთდროულად მზის უძრავი წელიწადის კალენდარი და მთვარის ბაბილონური კალენდარი. ამდენად, თუ ჩვენ გვინდა ვიცოდეთ 2550 წლის წინათ შემოღებული ქართული წელთაღრიცხვის საფუძველთა საფუძველი კალენდარი მზისა და მთვარისა, უნდა ვიცოდეთ ქართული ანბანი. საქმე ის არის, რომ ჩვენ ახლა მხედრული დამწერლობით ვსარგებლობთ და გადავიწყებული გვაქვს ქართული ასომთავრული და ქართული ნუსხური დამწერლობანი, რაც რა თქმა უნდა გამართლებული არ არის. გარდა ამისა, ქართული ანბანიდან, მხედრული ანბანიდან ამოგდებულია ასო ნიშნები. ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გავანადგურეთ ქართული ანბანი. საჭიროა ქართული ანბანის აღორძინება იმის გამო, რომ ქართული ანბანი არა მხოლოდ ქართული ბგერების აღნუსხვა ანიდან ოჰამდე, არამედ ქართული ანბანი ერთდროულად არის დროის აღრიცხვის საშუალება. ასო ნიშნებს, გარდა იმისა, რომ აქვთ ბგერის მნიშვნელობა, აქვთ აგრეთვე რიცხვის მნიშვნელობა. როგორია ანბანური დამწერლობის სათვალავი? ასო ნიშნებს აქვთ ერთეულების, ათეულების, ასეულებისა და ათასეულების მნიშვნელობა. პირველი 9 ასონიშანი ქართული ანბანისა არის ერთეულების ნუსხა ანიდან თანამდე. მომდევნო 9 ერთეული ქართული ანბანისა არის ათეულების ნუსხა. ინიდან ჟანის ჩათვლით. შემდეგ რაედან დაწყებული მესამე მომდევნო 9 ერთეული ასონიშანი ქართული ანბანისა არის 9 ასეულის აღნიშნული ასონიშანი, ხოლო შემდეგ მიდის 9 ათასეულის აღნიშნული ისევ 9 ასონიშანი ქართული ანბანისა და ერთადერთი ასონიშანი 27 ასონიშანი ქართული ანბანისა ნიშნავს 10,000. ეს არის ეგრეთ წოდებული ანბანური სათვალავი, რომელიც შედარებით ატიკურ, ბერძნულ, ესე იგი და სხვა სათვალავთა შორის იმ დროისათვის ძალიან მოსახერხებელია. საჭიროა 27 ასო ნიშნის რიცხვითი მნიშვნელობის დამახსოვრება და ნებისმიერი რიცხვი შეიძლება დაიწეროს. შემდეგ ეს ანბანური დამწერლობა თანდათანობით გახრა იმის გამო, რომ შემოვიდა ეგრეთ წოდებული არაბული რიცხვების წერა. იგი გავრცელდა ევროპაში არაბების ექსპანსიის შედეგად. სხვათა შორის არაბული რიცხვები ევროპაზე უფრო ადრე საქართველოში შემოვიდა. ესე იგი მაგალითად ბაგრატის ტაძარზე არაბული რიცხვებით არის დაწერილი ბაგრატის ტაძრის იატაკის დაგების თარიღი 1003 წელი. ამდენად ესე იგი თქვათ მაგალითად რომელი უკეთესია ანბანური სათვალავი თუ არაბული სათვალავი? არაბული სათვალავი უფრო მარტივია, მაგრამ
ანბანურ სათვალავსაც აქვს თავისი დადებითი თვისებები. ისე ასე მაგალითად რო ავიღოთ, ჩვენ რომ დავწეროთ არაბული რიცხვებით 100, 1000, რამდენი რიცხვი უნდა დავწეროთ? 1, 0, 0 და კიდევ 1, 2, 3, 0, ესე იგი უნდა დავწეროთ 6 რიცხვი, რომ გადმოვცეთ ნიშნულობა ამ დაწერილობისა 100, 1000. როგორ დაიწერება ეს ანბანური სათვალავით? რაე და ჩინი. რაე ნიშნავს 100, ჩინი ნიშნავს 1000, ესე იგი 200 ანბანის 200 ნიშნის საშუალებით დაიწერება რიცხვი 100, 1000. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანბანური დაწერილობა უკეთესია ვიდრე არაბული დაწერილობა. მაგრამ რა კი არაბული უფრო მარტივია, ამიტომ იგი მან საყოველთაო გავრცელება მოიპოვა. გარდა ამისა, რომ 100 ნიშნებს აქვთ რიცხვითი მნიშვნელობა, ქართული ანბანი დროის, დროჟამის ათვლის საფუძველს იძლევა. საქმე ის არის, რომ რიცხვი 1 ქართულ ანბანში ნიშნავს ამავე დროს პირველ კალენდარულ დღეღამეს. ესე იგი, ამ რიცხვთა საშუალებით ქართული ანბანი აითვლის ნებისმიერ კალენდარულ ერთეულებს, დღეებს, საათებს, წუთებს, წამებს. ანდა მაგალითად 7 დღეღამეს ერთ კვირას და თვეს, თქვათ, მთვარის თვეს აითვლის მთვარის 30 დღეს და 29 დღეს დღის ათვლა ქართული ანბანის მეშვეობით ხერხდება და ეს ქართულ ანბანში ბრწყინვალედ არის გადაწყვეტილი. ამავე დროს ქართული ანბანი აითვლის მზის კალენდარულ თვეებს. ითვლის 12 ასონიშანი ქართული ანბანისა, ითვლის მზის წელიწადის 12 თვეს და ყოველი თვის 30 დღეს. აი, ამას მაგალითად გადმოსცემს მე-12 ასონიშანი ქართული ანბანისა, ასონიშანი ლასი. ასონიშანი ლასის რიცხვითი მნიშვნელობა არის 12, რიგითი სათვალავით და 30 ანბანური სათვალავით. 12 ჯერ 30 360-ია. ქართულ ანბანში 35 ასონიშანი იყო, ანბანი აითვლის რა წელიწადის 360 დღეს, 5 უკანასკნელი ასონიშანი ემატება ამ 360 დღეს და ვღებულობთ წელიწადის ვღებულობთ უნაკო წელიწადს, ანუ 365 დღეს. ესე იგი, ქართულ ანბანში ძალიან მარტივად გადმოცემულია, აღნუსხულია, როგორც მთვარის, აგრეთვე მზის უძრავი წელიწადის კალენდარი. ამით დავასრულოთ.